დღეს სასამართლო პროცესი 12 საათიდან დაიწყო და სულ ახლახანს დასრულდა. ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი ქუთაისში. მოსამართლე წიწინა მოსიძენ 9 პირს 5,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი მართლაც ხანგრძლივი იყო. სავსე იყო როგორც თავად სხდომის დაგებაზე, ასევე იყვნენ ადამიანები შეკრებილნი გარეთ. ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო პროცესი წნარად ვითარებაში მიმდინარეობდა, ადამიანები აპროტესტებდნენ პროცესს. ასე უნდა აღნიშნოთ, თუ რატომ იმართებოდა დღევანდელი სასამართლო პროცესი და რა ბრალდებით იყვნენ ადამიანები დღეს ბრალდებულთა სკამზე. ეს ეხებოდა 26 იანვარს ქუთაისში გამართულ აქციას მოსამართლე სადაზო სასამართლოს მოსამართლის სახელთან გამართულ აქციას და ადამიანები აპროტესტებდნენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლებთან დაკავშირებით. მოსამართლემ საქმე წარმოებაში არ მიიღო და მზია ამაღლებელი კვლავ ციხეში დატოვა შედეგად. სწორედ აღნიშნული აქციის გამო ისხდნენ დღეს ბრალდებულის სკამზე და სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც დღეს მას შეეფარდათ 5,000 ლარიანი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი ჩავწერეთ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვკითხეთ მათ мотиваცია, მათი მიზეზები და მათ ახსენეს კიდევ ერთხელ, რომ ეს აქცია იყო სიმბოლური ხასიათის, ეს იყო მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია და ისინი სიტყვის თავისუფლების გამოხატვას იყენებდნენ და ყველას გააგრძელებენ თავიანთი ამოფრების გამოყენებას, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია და სამართლიანობისთვის ბრძოლა ჰქვია. სწორედ ასეთია, ესე იგი, მათი განწყობა იმ 9 ადამიანის, რომლებიც დღეს სასამართლომ 5,000 ლარი დააჯარიმა, ისინი ისევ გააგრძელებენ ბრძოლას მზიას მხარდასაჭერად და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში. ისინი როგორც მათ კვლავ აღნიშნეს, გააგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. ასეთ სახელმწიფოში კი დამოუკიდებელ მედიას მნიშვნელოვანესი როლი ენიჭება და მზია ამაღლობელი სწორედ ამ მედიის ავანგარდში დგას და ის არ უნდა იყოს ციხეში, არამედ მათთან ერთად.